პოლიტიკურმა პარტიამ ერთიანი ნეიტრალური საქართველო ბრიფინგი გამართა. როგორც ნეიტრალურ საქართველოში აცხადებენ, უკანასკნელ პერიოდში მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე უკიდურესად არარელევანტურია ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე საუბარი და მთლიანად ილუზიებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის უსასრულოდ გაგრძელება. როგორც ნეიტრალურ საქართველოში აცხადებენ, ნარატივი, რომელიც გულისხმობს ნეიტრალიტეტის იდეას, როგორც რუსეთის წინაშე კაპიტულაციას, ცრუა და სამწუხაროა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება ხელს უშლის საზოგადოებას ნეიტრალიტეტის იდეის სწორად აღქმას. კოლექტიური ნაცმოძრაობა ქვეყნის გარედან მიღებული დირექტივების შესაბამისად წლების განმავლობაში ნერგავდა ცრუ ნარატივს, თითქოს ნეიტრალიტეტი რუსეთის წინაშე კაპიტულაციის ტოლფასია. სამწუხაროა, რომ მინისტრის განცხადება ხელს უშლის საზოგადოებაში ნეიტრალური სტატუსის სწორად აღქმას. ნატოში გაწევრიანების უსაფრთხოების ქოლგად ხოლო ევროკავშირში ინტეგრაციის ეკონომიკური კეთილდღეობის გარანტია წარმოჩენა თავშივე უშედეგო და მცდარი იყო. ამ გზაზე სვლამ ჩვენ ქვეყანას 35 წლის განმავლობაში არაერთი მძიმე დარტყმა მიაყენა. როგორც ჩანს, ხელისუფლება არაპირებს თვალი გაუსწოროს ახალ რეალობას და მათი საგარეო პრიორიტეტები წარსულში რჩება. ამიტომ პარტია ერთიანი ნეიტრალური საქართველო კიდევ ერთხელ აყენებს საგარეო პოლიტიკაზე საჯარო დებატების გამართვის ინიციატივას ხელისუფლების წინაშე. ჩვენმა გუნდმა არაერთხელ განაცხადა, რომ ნებისმიერი ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ტერიტორიები არის მათ მიერ ოკუპირებული, ნებისმიერი დიპლომატიური ურთიერთობა არის მიუღებელი. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დეოკუპაცია მოხდება ჩვენი რეგიონების, შეიძლება დავსხდეთ ერთ მაგიდასთან და ვისაუბროთ შესაბამისად დიპლომატიური ენით. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ვემხრობთ ქალბატონ მაკას განცხადებას და თავისთავად ახლა პარტია ნეიტრალურ საქართველოს აქვს თავის პოზიცია, რომ პოზიციას ისინი არიან და რაც მათ სათაურშიც არის მითითებული და რა თქმა უნდა, მათი უფლებაა გამოხატონ თავისი აზრი.